გამარჯობა, მოგესალმებით Echo Chamber-ის სტუდიიდან და დღეს უკვე მე-11 ეპიზოდს ვწერთ. დღეს ჩვენი სტუმარი არის ძალიან კარგი გოგო ანა. გაიცანით? გამარჯობა. ანა, ეს იგი თქვენი თხოვნა იყო, თუ გახსოვთ, პირველივე ეპიზოდიდან თითქმის რომ მოგვეწვია ადამიანი, რომელიც თვითონ ებრძვის წონას დახმარებების გარეშე, რომელსაც გადახდენია ბევრი ცუდი რამეც, კარგიც და მისი ისტორია უბრალოდ ისე მარტივად რომ ვთქვათ, ხო და აი ჩვენ ჯგუფში, სანდროს ჯგუფში, Facebook-ზე, ფიზკულტურის ჯგუფი რო არის კვება ვარჯიში და გახთომა, თუ არ ვცდები რაღაც უბრალოდ ესე ქვია. დავწერეთ, სანდრომ დაწერა, რომ ეძებდა გოგოს, ვინც გულახდილ, გოგოს რა ადამიანს პრინციპში, ვინც გულახდილად ისაუბრებდა თავის ისტორიაზე. ლაივში დაусმევდა კითხვებს სანდროს, თუ რამე აინტერესებს და თქვენს ალბათ საინტერესო, თქვენთვისაც ალბათ საინტერესო იქნება, რომ მოусმინოთ ამ ყველაფერს. ანა, შენ სანდრო გამარჯობა პირველ რიგში. ესე იგი, ანამ გითხრა, რომ რა თქმა უნდა, მანამდე გავისაუბრეთ, სანამ მოვიწვევდით და ვიცით მისი მოკლე ისტორია, პრინციპში ვრცელ ისტორიას ჩვენც აქვე გავიგებთ ჩვენთან ერთად, თქვენთან ერთად და მოკლედ, რასაც გეტყვით, რომ ანა ბავშვობიდან დღეს გარდასარევად ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მე არ ვიცი, როდის ებრძოდა წონას, მაგრამ როგორც თვითონ მოიწერა, ებრძოდა და პირველი მისი დაბრკოლება თუ უარყოფითი ემოცია ამ წონასთან დაკავშირებით იყო თინეიჯერობისას, როცა პირველად გითხრეს, რომ რატომ გასუქთიო, ხო თუ რაღაც ეკეთია ეკეთე რომ დავიწყოთ, რომ მოგვიყვა ეს როდის იყო, როგორ იყო? აი კლასი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ აი უკვე თინეიჯერობა არის, რაღაც ბიჭები რო გეპრანჭებიან, ასე ვთქვათ და ანუ ჩვეულებრივი წონა მქონდა, აი ხა რომ ახსენდება, არაფერი ისეთი განსაკუთრებული მომატებული არ მქონდა, ну შეიძლება აი 2 კილოგრამი მაქსიმუმ და მახსოვს რომ მიწყეს, აი ვაიმე როგორ გასუქთიო და ანუ იმ მომენტში მოვიქეცი რომ აი მე რა მოხდა და რაღაც და ანუ სახში რომ მივედი ისეთი დეპრესია დამეწყო და ანუ ისიც არ იყო რომ რაღაც აი როგორ დავიკლო ან რაღაც ეგ მომენტი არ მქონია პირიქით უფრო მეტის ჭამა დავიწყე და მახსოვს რომ იმ მომენტში კიდევ უფრო მოვიმატე ის პერიოდი ანუ შეიძლება ის 2 კილო 5 კილო გახდა და მე მივხვდი რომ ნუ ესე თუ მოვიმატე აი რაღაცებს ვცდი და ხა პატარა რო ხარ მაგასაკში გინდა რომ რა საკეს ხარ ზუსტად არ გახსოვს ხო ალბათ 15-16 ხო სადღაც ეგრე და ამასაკში გინდა რაღაც მარტივი ცადო ანუ არც ვიცოდი რომ კალორიების თვლა არ ვიცოდი რომ კალორიების თვლა არსებობდა ეგეც რაღაც ეგ უკვე მე გავიგე რა თქმა უნდა იმ მომენტში იყო გავრცელებული ყავები, რაღაც გასახდომი ყავები, გასახდომი ჩაი, რაც გეუბნებოდა რომ ერთ კვირაში 5 კილოგრამს, 6 კილოგრამს დაიკლებ და ნუ რა თქმა უნდა ეგეთი რაღაცეებით დავიწყე. მერე იყო ხომ რაღაც სუხიშვილების დიეტა. ეს ეხლაც არის. ხო, აი, რასაც კი დასერჩავდი. ჩაიც არის ეხლა. ხო, ყველაფერი გვირდება რომ ძალიან მალე დაიკლებ და იმ ასაკში რა თქმა უნდა ყველაფერი ეგეთი მარტივი გინდა. საზამთროს დიეტა მახსოვს რომ მთელი დღე საზამთრო ჭამე და კარგად იქნები და ნუ რეალურად ახლა იცით უკვე რომ კი დაიკლებ მაგრამ ხო ქონდა შედეგი ის გაარწო არა საერთოდ კი რაღაც აი 3 კილო ვიკლებდი მაგრამ ნუ რეალურად სარკეში რო იყურები ეს 3 კილო არ არის ის ცხიმი ახლა ყველამ გავიგეთ ეგ ინფორმაცია ჯგუფიდან საბედნიეროდ და მთელი ცხოვრება მართლა ნუ ეგ თინეიჯერობა წვალობდი ვებრძოდი ამ წონას ძალიან უშედეგო იყო და მივხვდი რომ მართლა მითია. აი იმ მომენტში ეგრევე ვფიქრობდი რომ წონის კლება არის მითი, საერთოდ როგორ იკლებს ხალხი წონას, ვერ ხვდებოდი მაგ ფაქტს და ნუ შევეშვი რაღაც პერიოდი, რადგან ნუ არარეალური იყო და მე ახლა სტუდენტობის პერიოდში რაღაც გადარბენებზე რო ხარ, ვერ ახერხებ მაგდენ კვებას, ისედაც დავიკელი და რაღაც პერიოდი ცოტა ხანი, ასე ვთქვათ, შევეშვი ამაზე ფიქრს და ნერვიულობას, საბედნიეროდ. სხვა რამეზე გადაიტანანე. სწავლა გახდა ნერვიულობა. და binge eating-ის ეპიზოდები კიდე გქონდა თუ დიდად აღარ გქონდა უკვე ეს ბევრი ჭამა და კი, მქონდა ხოლმე, როდესაც აი ძალიან ნერვიულობდი რაღაცაზე. გამოცდის წინან რამე. კი, ანუ მქონდა როგორც ან საერთოდ არ ვჭამდი, ან ნუ აი უნივერსიტეტში ეგ დამეწყო პირიქით, საერთოდ ვერ ვჭამდი და მე მგონი მაგიტო დავიკელი და თინეიჯერობისას პირიქით, რომ რაზეც ნერვიულობდი, აი არ ვიცი, მახსოვს ხოლმე რომ ტორტებს ყიდულობდი, თელი ტორტი მეჭამა და როგორც სანდროს ბოლო ვიდეოში იყო, მე მჟავე კიტრსაც დავაყოლებდი ზემოდან და მართლა ყველაფერს ვჭამდი ხოლმე, ეხა შეიძლება ეგრე არის ფიქროს ხალხმა, მაგრამ აი სახში რაც იყო, ყველაფერს ნერვებისგან, ნერვიულობით ვჭამდი. რაც მინდოდა და რაც არ მინდოდა იმასაც.
და ნუ მოკლედ ესე იგი შემდეგ შენ გახთი თავის დაიკელი წონაში თავის თავად, ანუ როცა უნივერსიტეტში ჩააბარე, საერთოდ ბევრი სანერვიულო ქონდა ან სწავლის მხრივ რაღაცა და პირიქით ვეღარ არ მოგეწონა თავისი ვიზუალურად, აი რო გახტი და რო უყურებდი სარკეში უნივერსიტეტის დროს. კი, იმიტომ რომ ისედაც ანუ ბავშვობიდან ხო ეგ გვაქვს რომ რაც უფრო გამხდარი ხარ, მით უფრო კარგად გამოიყურები, ანუ ის თუ როგორ გრძნობ თავს, რამდენად ენერგიული ხარ და ეს ძალიან მეორე ხარისხოვანია ხოლმე დღეს ჩვენთვის, რაც ეხლა გავიაზრე ბოლო წლები და მაშინ ძალიან ისე იყო ჩემთვის ვიზუალი მარტო. ხო, მარტო ვიზუალი. და ამასობაში დადგა კოვიდის დროც და ჩავეკეტეთ სახლში და მან რა მოხდა? ცუდი იყო. ანუ ეგ პერიოდი მახსოვს, აი წონის და ემოციური ფონის კუთხით. ძალიან ბევრს ვჭამდი იმის გამო, რომ სულ სახლში ხარ და რაღაცას უცნაობ, ესე რომ დავარქვათ და ამასობაში ძალიან მოვიმატე და ეგ იყო ის პერიოდი, როდესაც აი სარკეში ვერ ვიყურებოდი, იმდენად არ მომწონდა საკუთარი თავი და წონაზეც არ იყო, აი არ მომწონდა, იმიტომ რომ სულ ჭამდი, ან თავს ვერ ვაკონტროლებდი. ანუ ისევ ის ემოციური ფონი არ მომწონდა, რომ აი რას ქვია, რომ შენ თავს რო ეუბნები დილით, რომ ანუ აღარ შეჭამ ბევრს მაგალითად შეგიძლია რომ აკონტროლო და ვერ აკონტროლებ. აი ეგ მომენტი იყო ჩემთვის ძალიან ძიმე, ასე ვთქვათ და არ ვიცოდი რა მექნა. და ზუსტად ეგ მომენტი იყო, რომ რაღაც ჯგუფს წავაწყდი, ზუსტად ეს წონის კლება გახდომა. და ამბობდნენ რომ არსებობს ეგეთი ადამიანი, რომელიც გვეუბნება რომ შეგიძლია ჭამო. ანუ შეიძლება ყველაფერი ჭამო, აი პურით, ყველაზე აკრძალული მე მგონი, ნაყინი, შოკოლადი და მაინც შეგიძლია დაიკლო. და ერთ-ერთი რაც გჭირდება, ეს არის კალორიების თვლა. მე თუ მოდი ვცდი რას ვკარგავ, მაინც ანუ ყველაფერი მაქვს ცხოვრებაში უკვე ნაცადი და ამასაც ვცდი. ანა, შეგაწყვეტინებ და იცი რას კითხავ, რა წონებზეა თუ საიდუმლო არ არის რა თქმა უნდა. არ არის ძალიან დიდ წონაზე საუბარი, აი ეხა როგორც ვარ, შეიძლება 3 კილოთი უფრო მეტი ვიყავი მაშინ, მაგრამ ჩემთვის აი როცა სარკეში ვიყურებოდი ის იყო ძალიან დიდი წონა. თორემ ანუ ჩვეულებრივად აი რო ამოწმებდი ეს BMI-ს, იყო ჯანსაღი ყველაფერი ანუ. BMI-ზე შენ მაინც ის ჩარჩენილი ქონდა, რომ აი შენ რაღაცა ზედ მეტი გაქვს და გინდა თუ არა იმ 3 და 5 კილოს ებრძოდა სულ. ხო ეს ბავშვობის რაღაც ხო? ხო, ანუ ეგ ტრამვაი იყო, თორე ეხა რო ვუყურებ, ეხა უფრო დიდი წონაც მქონია ხოლმე, იმ პირიქით, როდესაც რაღაცისთვის ვემზადები და ვარჯიშობ, შეიძლება უფრო მეტი მოვიმატო ხოლმე, მაგრამ ეხლა გაანალიზებული მაქვს, რომ ანუ არ არის ეს რაღაც პრობლემა, არ არის, არ წარმოადგენს. კაი, მერიანა. ესე იგი ჩვენ და კოვიდის დროს დაიწყო კალორიების ცვლილება. თლა, ხო. კი. კოვიდის დროსვე იყო, ხო ეს? კი, ანუ უკვე ბოლოსკენ. მე მგონი ბოლოსკენ ხო ეს უბრალოდ არ მახსოვს. დავიწყე კალორიების თვლა და ანუ იმდენად ან აქ დავუშვი ერთი შეცდომა, რომელიც თქვენს გეცოდინებათ, რატომღაც მომინდომე რომ დამეწყო 1200 კალორიიდან. ნუ ეგ ის არის, ზოგადად ის აქვთ რა, აი რაღაცა ყველაზე ცოტა, ყველაზე მინიმუმი, რაც თან არასწორია, მაგრამ ნუ X კალორია უნდა ჭამოს ადამიანმა მინიმუმ ეს. 1200 არის ყველაზე ისეთი რა გავრცელებული, რომ 1200-ზე ქვეთ არ შეიძლება, სავარაუდოდ 1200 ყველაზე ცოტა, მეცრაფად მინდა დაკნებაო და დაიწყო 1200. ეს 1200 კალორია მაშინ, ეხა კიდე მე მგონი აღარ არის, თუმცა ეხლაც ფიქრობს თუ არის რაღაცა ნორმა, აი ეს 1200 კონკრეტულად. სხვათა შორის ეხა არის მაღაზია ვიტყვი, ეხა არის მაგის ცოტა საპირისპირო შემოდის რა. რაღაც 2000-ზე ნაკნები არავინ არ უნდა ჭამოს. 3000 რაღაცა, თუ ვარჯიშობ რაღაცა 3804 ანუ საიდან მოაქვთ, რატომ მოაქვთ, რადგან ვარჯიშობ, ანუ სხვა ცხოვრებით ცოტა ისეა რა, აი უცნაურად. ინდივიდუალურია ხო რა. რა თქმა უნდა, ხო და აი ეს არ არის არც 1200, არც 2000, არც 3000, არც 5000. კონკრეტული სიტუაცია, კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ცოტა შეიძლება მე სჭამდა, ცოტა მიზანი რა გაქვს, მაგრამ რო ერთი ზოგადი რიცხვი არც 1200 როგორც გარც 2000 არც ნებისმიერ სხვა, აი რაღაც უმეტესობა ადამიანებისთვის კარგია, ან უმეტესობა ადამიანებმა უნდა ჭამონ, არ არის ეგეთი რა. ხო, ნუ ეს დღესაც არის რომ 1200-ზე ნაკლები არ შეიძლება, მაგას მე პრინციპში ვეცანხმები, მაგრამ ნუ გააჩნია ხო ნუ 1200 კი არა, რაც მეტი უკეთესი, მაგრამ ვის რა მდგომარეობა აქვს, როგორ აქვს, ზოგს ძალიან სწრაფად უნდა, ვისაც ძალიან სწრაფად უნდა, მენტალურად, ფსიქოლოგიურად ცოტა სხვაგან არის რა, მაგან რომ დაიწყოს რაღაც იდეალურად ყველაზე დიდი კალორიიდან და რაღაც თვეში დაიკლოს რაღაც 9 კილომდე გაგიჯდება, სულ გადაირება და სულ დაანებებს თავს და კიდე 5 მერე მოიმატებს და ეს მიდგომა ხა ყველას ინდივიდუალური ჭირდება ეს გასაგები.
კარგი და დაიწყე მოკლედ 1200 კალორიით და ძალიან მალე დავიკელი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდაც მარტო კალორიას თუნდაც აი ცოტა ცილა ცხიმი ნახეწვას იმასაც, მაგრამ აქაც შეცდომა იყო, რომ ცხიმი რატომღაც ვიფიქრო ძალიან ცოტა უნდა ყოფილიყო. ძალიან ისეთი მე მგონი ცოტა ბანალური შეცდომებია, ვისაც ყველას მოსდის მე მგონი. და ცხიმი იყო ერთადერთი მე მგონი ცილა, ის ცილა კი არა. კვერცხის გული რაც იყო, ეგ იყო ჩემი ცხიმი და ცოტა ზეითუნის ზეთი, მეტი არაფერი. და აი საშინელება იყო ეგ, ანუ ჩემი ორგანიზმისთვის ეგ იყო, რომ ფსიქოლოგიურად ეგეთი განაწილება ნუტრიენტების ძალიან მოქმედებს ემოციურ ფონზე და ზოგადად განწყობაზე. დედრობით სქესში ხო, ანუ დეფიციტიც ხო, ის არის უკვე ცოტა სტრესია და დეფიციტში ცხიმის ნაკლებობა კიდე იწვევს ხო რა, აი ჰორმონებიც იქნება მაგ ამბებს პრობლემებს უქმნის ძალიან რა. დავიკელი ძალიან მალე, მე მგონი ერთ თვეში რაც კი მაწუხებდა და ბევრად უფრო მეტი, ეგ ყველაფერი დავიკელი, თან ვარჯიშობდი და როგორც გითხარით, მანამდე რომ ძალიან მაქსიმალისტი ვარ და ვარჯიშობდი დილითაც და საღამოსაც. ანუ 1200 კალორია უბრალოდ ისედაც დახარჯული მქონდა. ანუ კვებით უნდა მიმეღო ორჯერ მეტი ალბათ. მაინც გავხდებოდი. ეს 1200 ვარჯიში რატო გინდოდა? ანუ აი ეგ იყო ზუსტად პრობლემა, რომ შევჭამდი საკვებს ძალიან ვერ ვიულობდი და საღამოს შიერს უნდა დამეძინა, იმიტომ რომ არ მომწონდა, რომ რაღაც მქონდა ნაჭამი და აი ვერ დავიკლებ, მაგას ფიქრობდი. ანუ ისევ მქონდა დაკლებული, მაგრამ აი ვაი თუ მოვიმატო ის წონა, რაც აქამდე დავიკელი, ანუ იმდენად შიში ვიყავი, რომ კიდე მივდივარ დავრბოდი თუ ან მაშინ არ დავრბოდი, მაგრამ სიარული ბილიქზე მაგას სირბილს ვეძახდი ეგ პერიოდი. გასაგებია. ეს დილით საღამოს ვარჯიში საერთოდ ეს არის, ხო? შეძნებით როგორ არ შეიძლება, კი, მაგრამ აღდგენა კვებაც შესაბამის უნდა კონდეს რა და ორჯერ ვარჯიში ესე აქტიური და კიდე ასეთი დეფიციტი და კიდე თან ცხიმს არიღებდი, ნუ კრახი გარდაუვარნი იყო ასე ვთქვათ რა. დროის ამბავი იყო. და მოკლედ როგორც გითხარი, ბოლოს იმის ნახევარს ჭამდი უკვე, რასაც 1200-საც აღარ ჭამდი, ხო? კი, აი ეგ კიდე ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ ყველაფერი ხომ მქონდა აწონილი და თეფზე დევს ახლა ჩემი 1200 კალორია. და ფიქრობდი, რომ მოდი ცოტას კიდე ნაკლებს შევჭამდი, ანუ რას ვჭამდი, ნახევარს ვაგდებდი, ოღონდ ძალიან ჩუმად ვაკეთებდი ამას, რაღაც ოჯახის წევრებს არ ენახად, ანუ ხდებოდი ძალიან ისე ქვეცნობიერს, რაღაცა ცუდს ვაკეთებდი, მაგრამ არ მინდოდა ამის აღიარება არც ოჯახის წევრებთან და არც საკუთარ თავთან. და ანუ ბოლოს უკვე ძალიან შეეშინდათ ჩემ მშობლებსაც, ანუ რომ მიყურებდნენ ხდებოდნენ რაღაც ძალიან არაჯანსაღი ხდებოდა ჩემ თავს, ძალიან შევიცვალე, ანუ არა მხოლოდ ფიზიკურად, ანუ უკვე როგორც გითხარით, ემოციურად ვიყავი ძალიან გამოფიტული, ძალიან უენერგიო, ძალიან გაღიზიანებული, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი ამ პროცესს და არ მინდოდა გაჩერება. შიმშილის გრძნობა გქონდა? თუ უკვე აღარც გქონდა? შიმშილის გრძნობა თითქოს სიამოვნებდა, ხო, ეგ. ო, გონებრივად, ანუ იმდენად სხვა მდგომარეობაში იყო და ისეთი ისე. მინდოდა შიმშილის გრძნობა რომ მქონოდა, პირიქით, როდესაც აი ჭამდი, ძალიან არ მომწონდა და ზუსტად ეგ შეეშინდათ. შვიდათ იყო რო შიოდა სავარაუდოდ, ხო რა, ყველაფერი კარგად არის გონებაში ალაგებდა. სასწორით დავდიოდიო აღნიშნე. კი, მეგობრებთან თუ დავდიოდ, ჩემი პატარა სასწორი მქონდა, აქაც მინდოდა მოტა. ცოტა მომერიდა. პატარა სასწორი იყო ის სამზარეულოზე, ყველგან დამქონდა. ერთი რესტორანში ვერ დამქონდა და მანდაც პრობლემა მქონდა რაღაცას რო შეუკვეთავდნენ, მე უკვე ძალიან შიში მქონდა, რომ აი ეს რამდენი კალორია არ ვიცი და აქ რამდენი შაქარია და მე რა ვქნა, სად ვიარო, როგორ დავიკლო, როგორ დავწვა და მოკლედ მთელი პრობლემები იყო ეს აი გასვლაც ხო მეგობრებთან ხო გინდა რაღაც გავხდე დატკბე მაგ სიტუაციით და ესეც არ გამოდიოდა ეს აუცილებლად რაღაცა, იმიტომ არაფერს არ ნიშნავს. ო, ხო 6 დღე რო სახში ჩვეულებრივად კარგად ესე მკაცრად გრამში წვენ და მე ერთი დღე თუნდაც საერთოდ არაფერი არ გააკონტროლდა ჩვეულებრივად ჭამო ცხადი არაფერია. ხო, ვინდიქტინგი არ უნდა იყოს ალბათ. ხო, ნუ ახლა ჩვენ დღესაც ვწონით ხოლმე, ახლა ყოველთვის არა, მაგრამ ზოგჯერ ვწონი, მეც ვწონი და სანდროც წონის, მაგრამ ეს ახლა ძალიან სახში როცა ვარ, ეხლაც წონი, ხო? კი, ანუ ეხლა რაღაც ნუ თუ ვემზადები ვარჯიშობ დავრბივარ და რეალურად რაღაც შეჯიბრი თუ არის
მჭირდება ხოლმე რომ დავიკლო მაგალითად და იმ პერიოდში წონით ჩვეულებრივ და ჯანსაღი მიდგომა მაქვს, მაგრამ მაშინ იყო რომ აი ბოლომდე დაკლება მეგობრებთან წაღება უკვე ხოლმე მგონი ცოტა. თორე ეხაც წონით და აი სანდროსგან რაც ვისწავლე, კაფეში მაგალითად შეგვიძლია ჯანსაღი არჩევანი გავაკეთოთ მაგალითად რომ რაღაც ხორცის ნაჭერი იყოს, სალათი იყოს და შეიძლება მაგალითად დესერტიც იყოს, მაგრამ რაღაცა დავაბალანსოთ ჩვენი თებში და ეგეთი არჩევანი გავაკეთოთ და არა მაგალითად ყველაფერი ერთად და რა ბევრი. თქმა უნდა და ეს ფსიქიკურად უკვე აღარ მოქმედებს შენზე. დღეს ნაკლებად, აი თუმცა ცოტა მაინც გაქვს. კი, ან მოიტყვები რომ თქვა რომ საერთოდ არ დამრჩა, ასე ვთქვათ, ეს მაინც რჩება ხოლმე, მაგრამ ეხლა რაც არის განსხვავება არის ის რომ ვაანალიზებ ამას და ვიცი რომ შემიძლია გავაკონტროლო. ან თუ ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და მინდა რომ მთლიანი ტორტი ვჭამო, ვიცი რომ შემიძლია ცოტა ვჭამო, ან დანარჩენი შევინახო და მოდი მერე შევხედა როგორ ვიგრძნობ თავს. თუმცა ეხაც რა თქმა უნდა მაქვს ხოლმე ესეთი არაჯანსაღი ფიქრები და მომენტები. ანა ანუ რასაც ყვები არ მინდა მე არ ვარ არც ფსიქოლოგი არც ექიმი არავინ და არ მინდა რაღაცა ეს დასკვნებში გადავიჭრა, მაგრამ თითქოს ცოტა ანუ ყვებითი აშლილობა, უფრო ანორექსია მგონი კიდე სხვა რაღაცაა, რაღაც ყვებითი აშლილობის მაგრამ მგონია რომ იქითკენ მივდიოდი რომ არ გავჩერებულიყავ. აი რა მომენტი იყო, რამ გადაგაწყვეტინა რომ მოდი ახლა დავიწყებ აი ისევ რაღაცა ანარაჯანსაღს არასწორ ვაკეთებ და წამოასევან. წონაში ძალიან გახდი, ანუ აი სარკეში იყურებდი შენ ხვდები, მოგწონდა თუ არა მე ძალიან მომწონდა და მე კიდევ უფრო მეტი მინდა, ანუ მანდ უკვე ის არ არის მეტი და მე სულ გინდა სარკეში ვხედავ, ანუ რეალურად რა ვიზუალიც გაქვს, მაგას ვერ აღიქვამ რა, ანუ საერთოდ სხვას ხედავ. ჭარბწონიანი საკუთარი. მაგრამ სარკეში იყურებდი ვერ ხედავდი. ის მომენტი, როდესაც ძალიან ესეთ იმაში ვიყავი, კალორიების თვალში და კლებაში და ეს დავიკელი, მაინც როდესაც უყურებდი საკუთარ თავს, მეგონა რომ ჭარბი წონა მაწუხებ და კიდე მეტი არის დასაკლები. დისმორფია ჩვეულებრივ რაღაც სპორტსმენებსაც ანუ დიდი რაღაც ისენი ბოდიბილდერი კუნთები რო აქვს და სარკეში ხედავ გვერდიდან მე შენ და ჩვეულებრივ ადამიანი რო შეხედავ რაღაც ძალიან სარკეში ხედავ და გონია რომ გამختارია უნდა კიდე გიზივით ვარჯიშობს უნდა რაღაცა აგი ხაი ესეთი მომენტი რაღაც ძალიან არ ამქვეყნდა რა ჩვეულებრივად ხშირად არა მეც მქონია მსგავსი ხა ესეთ ხანგრძლივად და მომენტები ეპიზოდები იშვიათად მაგით ვისწავლე როგორ მივხვდე რომ ეგრე თუმცა ეს დრო ვიყურები სარკეში და მეც ვერ ვხედავ ჩემთავს მეც კი მქონია და ბევრს აქ ალბათ ხო და კარგი მე რა მოხდა ანუ როგორ წავედით რა მომენტი იყო რომ გადაწყვიტე რომ მეტი გეჭამა ის მომენტი იყო რომ დავიწყე რეალურად ეს სირბილი, ავირჩიე ეს აქტივობა და მივხვდი რომ ვერ დავრბივარ. ანუ განა იმიტომ რომ რაღაცა არასწორი ტექნიკა მაქვს, რაღაცა უბრალოდ ვერ დავრბივარ, ენერგია არ მაქვს, ანუ რა უნდა ვქნა, ვერ გადავადგილდები და ну მოდი ცოტა მეც შევჭამთ ხო ვიფიქრე. ცოტა მეტი რომ შევჭამე, მივხვდი რომ ცოტა უფრო მეტი შემიძლია რეალურად. თან ვიზუალურად დიდად არაფერი არ მოხდა რა, ისედაც სავარაუდოდ ძალიან დიდი. და ძალიან რთული იყო ჩემთვის ეს გადაწყვეტილება რომ აი უფრო მეტი მეჭამა, აი ვაძალებდი საკუთარ თავს, მაგრამ მაინც როგორღაც ძალიან დიდი მადლობა საკუთარ თავს ვთქვა, ეგ ნაბიჯი გადავდგი მართლა და იმედია რომ ვისაც უჭერს ჩემნაირად, ისიც მსგავსად მოიქცა. სავარაუდოდ შენს გონდა ფიქრი და ყველას გონია რომ აი რასაც ჭამს აი ოდნავ მეტი რო ჭამოს, აი პირველ დღეს რო დაიწყო რაღაც ზოგ შეიძლება 20 კილო ქონდეს დაკნინებული, ზოგ რაღაც 30 ძალიან ბევრი გონია რომ ორი დღე ზედმეტს რო ჭამს, ეგრევე ისწონა, ანუ ძალიან მოემატება და აი მაგის ისეთი შიში აქვს, რომ აი რაღაცა რო ურჩევნია ყველაფერი იქნას, ოღონდ მეტი არ ჭამოს რა და ეგ იმის ბრალიც არის, რომ ალბათ ზედმეტს რო ვჭამთ ხოლმე, სასწორზე მეორე დღეს მაინც ჩანს ხოლმე, ან შეკავებული სითხის სახით, და მაინც გონია, რომ აი, ანუ ვინც არ უნდა გითხრას, რომ ეს სითხე არის, მაინც გონია, რომ ის წონა არის და მაინც გეშინია და მაგიტომაც ვცდილობ ხოლმე, რომ არ გადაამეტო ასე. მან დარი აი ერთი დღე ხო შეჭამს და მეორე დღეს სასწორზე აიწონა რაღაც 2 კილო ან კილონახევრით მეტი აი ეს ჭამაზე 2 კილო, ანუ კიდე ერთხელ, ის 2 ჩამო არა, კიდე ერთხელ, კიდე 2 პნიუს, ანუ 4 გამოვა, კიდე მესამე ჭამაზე 6 გამომია, მე 8 და ეს ერთ კვირაში ჩემი 20 კილო უკან მოვა, ფიქრობენ და აი ეგ ფიქრი როა, პანიკაში აი ჭამოს გადაკეტა ისე არ შეიძლება ბევრი. არა და ის ზედმეტ სითხე იყო და 2 დღეში ისე გამოვიდა და მე მოკლედ აი ეგ რწუნი ამბავია ძალიან ოჩაღრო გადალახე. სავარაუდოდ აი სირბინი დაგეხმარა ძალიან რა. აი რო შეჭამდი ეგ რაღაც 200 თუ 500 თუ რამდენი კალორიაც ზედმეტი რო ჭამე,
გაიქცა ერთი გარბენა დაწვა და მესამე დღეს ისევ არაფერი არ შეიცვალა დიდად ვიზუალურად სასტორით ჩამოვიდა თან კარგას გნოთ თავს და აქ დროს მე გარისკა სირბილის დროს აღმოვაჩინე რომ თურმე შეიძლება რომ ნახშირწყლები უფრო მეტი ვჭამოთ რეალურად იმიტომ რომ კარდიო დატვირთვის დროს თან ნახშირწყლები ყოველთვის მიყვარდა ეს ნამწყრები ყველა ადამიანს დამიჯერე ყველა ადამიანს ანუ ძალიან ცოტა ადამიანი იშვიათად და ძირითადად უმეტესობა ადამიანს ანუ რო აიღო რა ცილაცხი ნახშირწყლები ყოველთვის ყველაზე მეტად უყვარს რა ეხლა გამახსენდა ნახშირწყლებს რომ ისიც კი მაქვს გამოცდილი კარნივორ დაეტ რაც არის მარტო ხორცის ჭამა და იმ ადამიანისთვის ვისთვისაც ნახშირწყლები არის ძალიან ასე ვთქვათ გემრიელი ეგეთ იმაზე გადასვა იყო ძალიან კოშმარი თან ანუ თუ მოგწონს ან არ ვიცი რაღაც ფსიქოლოგებს ატხარ ალბათ კიდე შეიძლება არ ვიცი ხა მაგრამ ძალიან ცილა მაინც და მაინც არ გიყვარდეს არც ბრინჯი არც პური არა თუ გიყვარს სხვა აი ეგეთ საჭმელები და უარს ამბობ ეგ საერთოდ განგრევს ეს cornivore ხო ნუ მარტო ხორცი და თევზით თუ მარტო ხორცი მე ვჭამდი ხომ მარტო იმ ქათამს და სტეიკებს და ეგეთ რაღაცებს, მაგრამ მოგატყობ დიდი ხანი არ მიქნია, იმიტომ რომ მივხვდი რომ ძალიან იყო ჩემი ხო. და ისედაც რთული არ არის. ანუ საუზმეზე ხორცი, ლანცზე ხორცი, სადილზე ხორცი, სნეკად ხორცი, კიდე ანუ ჯერკი ან რაღაც ისე გამომშრალს. ანუ ეს მე მხვდება ხოლმე Instagram-ზე ზოგი აპიარებს და ზოგი ადამიანი მეშვება პირიქით. გამოდავიწყე რომ ანუ რეალურად რაც ხდება ხოლმე ხა სოციალურ ქსელში ჩვენს მაგის გავლენის ქვეშ ვექცევით ხოლმე რომ გინდის 18 საათიანი რაღაცა ის შემეცვალა მთელი ცხოვრება ავშენდი დამიანակ და ყველაფერი და შენ წაუმეცმინდა. ეგ ხო ძალიან ინდივიდუალური არის, ანუ იმისთვის შეიძლება იმუშავა, ძალიან კარგი იყო, მაგრამ შენ არ გამოგადგება სხვანაირი ცხოვრების წესი გაქვს, სხვანაირი არ მგონია მე საერთოდ კორნივორი ვინმეს განმოვაგდო. მაგრამ ნუ ხო ზოგადად ალბათ ყოფილი. კარგი სირბილზე რომ დაიწყე სირბილი. პირველ რიგში შენ მემითხარი რომ მენტალურად ისე დაგეხმარა რომ რა შუაშია საერთოდ წონა, აი მენტალურ მდგომარეობას ძალიან უშუალობა მაგაზე მოგვიყარა. აი თუ მანამდე არ მიყვარდა ჩემი სხეული, მაგალითად რაღაც სულ ბაკნინებდი საკუთარ თავს ეხლა როდესაც გავირბენდი, გინდის 1 კილომეტრი იყო ხო თავიდან, ანუ ხვდებოდი რომ ძალიან ბევრი რაღაცა შეუძლია, ანუ თუ მივაწვდი და პატივს ვცემ საკუთარ თავს, ესე იგი შემზე 1 კილომეტრი გავირბინო, მერე ეს 1 კილომეტრი 10 კილომეტრი გახდა, ანუ უფრო მეტი შემიძლია, მოდი აბა კიდევ ვცდი ნახავება, სადამდე მივალ და ბოლოს იქამდე მივედი, რომ 100 კილომეტრიც ვირბინე და როდესაც საკუთარ თავს სარკეში ვიყურებდი და ბოდიში და რას გავხარს ვეუბნებოდი, ეხლა მადლობა გადაუხადე, რომ შენ ეს შეძელი და შენამდენი დამანახე, ასე ვთქვათ და თვითკმაყოფილების შეშეგზნებას ძალიან შეგმაღლა გიქნება. ანუ თვითშეფასება ამიმაღლა, იმიტომ რომ რაღაც შეუძლებელი რომ მეგონა ახლა ადრე ძალიან შეუძლებელი მეგონა რომ რაღაც 20-ის გარბენა 50-ის 100 კილომეტრის გარბენაც ძალიან ისე ვუყურებდი სკეპტიკურად და მე რომ შევძელი ეს მივხვდი რომ უბრალოდ საკუთარ თავს მართლა პატივი უნდა ვცე გინდის კვების მხრივ და ემოციურად მხარი დაუჭირო და ძალიან ბევრი რაღაცა შემიძლია რომ გავაკეთო ასე ვთქვათ ფიზიკურადაც და ემოციურადაც უფრო ჯანსაღად ვიყო. გადასარევი თან ისე გამოვიდა რა ნახშირწყალი მეტი ჭამა, ცხიმიც მოამატა სავარაუდოდ, კალორიების გაზარდა, მაგრამ დარბოდა და ვიზუალურად არათუ რაღაცა წონაზე ვითარწავდა ან რაღაც ვიზუალურად ანუ არა კუნთები გასუქდასავით პირიქით ანუ ვიზუალი მოეწონებოდა უფრო კარგად ანუ ცოტა კუნთები გავარჯიშდა თან მაგდროს დარბაზშიც ვარჯიშობდი? კი, სირბილს ზოგადად ჭირდება დარბაზში, მაინც სიარული ხოლმე. დარბაზი, სირბილიც. როგორ მიუდგები ხო? მოკლედ ვიზუალურად ყველა ვარიანტში უკეთესი ის იქნებოდა რა და მოეწონა ეგ და ეგ არის რა. მიხვდა რომ თურმე არა უშავს მეზე ზედმეტ ნახშირწყალი თუნდაც როგორც კი აი სწრაფი იყოს, ცუდი იყოს რაღაც ისეთი აი ჩვეულებრივ ადამიანს რო გონია რომ აი მე რაღაცა არ ვიცი ნაყინ შევჭამ შოკოლადს ან დონატს ან ამცხვარს და კატასტროფა 10 კილომეტრს და 20 რო ირბენა ერდონაშა შეჭამ არაფერი არ არის. როგორც ანამ გითხრა, დღეს დარბის ხოლმე შუალედში ვქეიფობთ, ანუ კლუბი გაქვთ, მორბენალთა კლუბი. და რამდენიმე ადამიანი დარბის ერთად ყოველ დღე, ხო? ყოველ დღე არა, გასვლები გვაქვს ხოლმე, შეიძლება 10 ადამიანი შევიკრიბოთ ხოლმე და გვაქვს ხოლმე გზის გარბენების და მთის გარბენების. და იმ მთის გარბენები არის
მართლა თან кейფი ამ დროს, იმიტომ რომ აი ჟელიბონები მიგაქვს, რაღაც ტკბილეული მიგაქვს და თუ აქამდე ცოტა სინდისი ქენჭნიდა რომ აი ჟელიბონი როგორ უნდა ჭამო, მაგრამ გჭირდება და ანუ შენი სინდისი აღარ ქენჭნის. აი ეგ მომენტი არის დალაგებული ფსიქოლოგიური მომენტი. მაგას იაზრებ რომ აი რო დარბი ხარ, ენერგია იხარჯება, ნახშირწყალი, ანუ რაც აი ენერგიის პირველადი წყარო ორგანიზმისთვის, კუნთის უჯრედებში გლიკოგენი როა იწვება, იცნება და გლიკოგენს ყველაზე სწრაფად შევსება, მარტივი ნახშირწყლით იქნება ეს ჟენიბონით რაც იქნება, რომ 10 კილომეტრი გაირბენ და კიდე 10 გაგასავნე და უეღარ ქაჩავ ამიტომ ჭამ და მან ხვდები, აი ცუდ რამეს ვაკეთებ ჟენიბონ, შაქარი ცუდი, არა, ანუ შაქარს იღებ, იმიტომ რომ კიდე 10 კილომეტრი უნდა გაირბინო და შენ ორგანიზმს ენერგია ჭირდება და ყველაზე სწრაფი ენერგია ეხა არის ეს და არაფერ ცუდს არ აკეთებ, პირიქით 20 კილომეტრი რო გაქვს მიზანი, ეხმარები ორგანიზმს, რომ ეს მიზანი წარმატებით დაასრულო, ასე ვთქვათ, აი მანდის არის რა. ძალიან არასწორისაა, აი ზოგს ეხა ვისაც თავიდან ალბათ როგორ ჟენიბონი ცუდია რაღაცა მისვლა უნდა მაქამდე რა და აი მივიდა ისე კარგად ახსნა მე მგონი კიდევ ანუ ეხა მივხვდი ისე შენ ის თუ გახსოვს პირველად runners high როდის ქონდა პირველად ქონდა 10 კილომეტრი იყო მაქსიმუმი რაც ქონდა ნარბენი და შემთხვევით ამერია ანუ აპლიკაცია არსებობს სადაც კილომეტრები ითვლება და ამერია მაილები და კილომეტრები და ეს რომ ამერია სინამდვილეში ვირბინე 16 კილომეტრი და ეს იყო ყველაზე მაქსიმალური დისტანცია და მახსოვს რომ აი ვაიმე რამდენია და ეს როგორ შევძელი და ისეთი ბედნიერი ვიყავი ანუ მართლა აი მთვრალი ადამიანი როგორც არის რეალურად იგივე შეგრძნება არის გასული ადამიანი ანუ მაგასაც რაც უფრო მეც დარბი ხარ რეალურად უფრო რთულია რომ მაგას მიაღწევ მაგრამ ძალიან კარგი არის მაგისთვის მივისწრაფით ასე ვთქვათ მორბენლები რომ ეგ შეგრძნებაც გქონდეს ზესასიამოვნო შეგრძნება ნუ აი შენ არ განგიცდია მე ადრე სულ ერთხელ მაგა განცდები ერთხელ მარტო ირბინე შენ და უბრალოდ მე ჩატში საწერს წინ ხო თქვით მე ადრე კარატეს და დავდიოდი პატარა 10-დან 15 წლამდე 15-მდე 9-დან 15-მდე რაღაც ეგრე და ერთხელ იმაში ზბორებში ვიყავით სადღაც სოფელში არის და ყოველ დინით იყო 15 7 იქით 8 იქით და 8 აქეთ 15-16 კილომეტრი სარბენი და ჩვენ პატარა ბავშვები 10 წლის ბავშვი აუ ეხა ესეთია რა 15 კილომეტრი კაი ბევრია და სულ ისე იყო რა გვიჭირდა აი გავიქცეოდი წვივები მეწოდა უკან ფეხები მეღნებოდა ძალიან და ერთი მომენტი იყო მე მგონი რაღაც ბოლო დღეები იყო 2 კვირა ვიყავით თუ რაღაცა და აი როგორ იქით მივდიოდი 7 და მე ვისვენ ანუ ვისაც არ შეეძლო პატარები ისვენებდნენ და ცოტა ხანი 10-15 წუთში დავისვენებდი მე დიდები არ ისვენებდნენ მორბოდნენ და ჩვენ მე მოვდიოდით მასწავლებელი ბოლოს მოკლო და ერთხელ აი ბოლოში გადავწყვიტე რომ წავედით ხო და არ დავისვენებ ისე დიდებს გამოყვები მეც დიდი ვარ შემიძლია თქო და აი ძალიან გამიჭირდა მახსოვს აი ძმნივის რაღაცა მაგრამ აი რაღაც ერთი მომენტი იყო გადავლახე და უკვე ბოლოს აქეთ რომ მოვდივარ რაღაც მე-13 მე-14 აი ვერაფერს ვერ ვგზნო არც დაღლა არაფერი ძირს ვერ ვგზნობ იმაზე რა ქვია მიწაზე რო ფეხს მიუფრინა მგონია რა სადა ვარ დავაი თბილისში გამიშვი ჩავა სახში მეთქი მენა მიფრინა რა არის მეთქი რა ხტი მენა აი სხეულს ვერ ვგზნობდი ვაფშე მივქროდი სო დიდები რაღაც ყველა გიცდია ნუ მსგავსი და არა ერთხელ ერთი სამჯერ მაგრამ რთულია ხოლმე მე ხო რა მაგამდე მისვლა ის არის რა აი თითქოს აი რაღაც ორგანიზმის რაღაც ფიზიკური შესაძლებლობა აი უკვე რო აღარ შეგიძლია და კიდე რო წახვალ და აი მანდ ხდება და მაგას ქვია runners high ნუ ხო ესე მე მქონდა ხოლმე 100 კილომეტრი რო ვირბინე მე 20 კილომეტრზე ტრამვა ავიკიდე და უკვე ფიქრობდი რომ საერთოდ ვეღარ ვირბენ თქო და ნუ მე 60 კილომეტრი იყო ძალიან ესე კოჭლობით დავრბოდი და მე 60-ზე არ ვიცი რა მოხდა ანუ ყველაფერი გაყუჩდა ტკივილი აღარ იყო და ანუ მართლა მე ზუსტად ეგრე აი გავიქეცი და აი მიფრინავდი მართლა რა სასწაული იყო დედარა კაი ვისაც ცოტა ფიქრობს სირბინე აი დავიწყო არა ცოტა excited არის და აი გრძნობს რაღაც სახანისო იქნება მოეწონება აი თუნდაც მაგ შეგრძნების გამო ღირსისა და მაგრამ ხალხი და აი შენი პროფესიის ადამიანები ხშირად ამბობენ რომ არ არის აუცილებელი სირბილი და სირბილი overrated ხო და არა უყურე ჩვენ ხალხო ანუ
სირბინი როგორც აქტიობა, რომელიც სიამოვნებას განეჭევს, მოგწონს, რაღაცა იგი სწორდება, ეგ რანერს აიგინდა რა. არა სირბინი აუცილებლად წონის დასაკნებად, წონის დასაკნებად სირბინი საუკეთესო გზა ნამდვილად არ არის. საერთოდ არ აუცილებელი, რაც არ უნდა, რამდენიც არ უნდა წონა, როგორც რა დროშიც არ უნდა ქონდეს, შეიძლება სხვა სიარული იქნება თუ ნებისმიერი სხვა ფიზიკური აქტივობა რა. მაგრამ ვიღაცას რომ მოწონს და სიამოვნებს და რატომაც არა. ჩემს იმუშავა, ასე ვთქვათ, ამ აქტივამ თუ როგორც გითხრათ, დარბაზშიც დავდიოდი, ისე გარეთაც სიარულითაც დავდიოდი, მაგრამ სირბილი იყო ის რაც დამეხმარა, ემოციურად, მაგალითად ფიზიკურად. შეიძლება ვიღაცისთვის ცურვა იყოს ეს აქტივობა. ვიღაცის ცურვაც მენტალურად ძალიან, აი რომ მიცურავს და რაღაც თითქოს მარტორ რჩები შენ თავთან სამყაროს წყდები. ვის რა მოეწონება და ვის რა დაეხმარება მარტო იმაში კი არა რომ რაღაც ფიზიკური აქტივობა ქონდეს და კალორიები დაწვას. არა, აი მენტალურად სხვა მდგომარეობაში გადაიყვანს. ზოგისთვის სირბინია, ზოგისთვის ცურვა, ზოგისთვის სიარული, ზოგისთვის ჰაიკინგი მთაზე ასვლა, ზოგისთვის რაღაც სხვადასხვა. აი ძალიან ბევრი ხო ამბობს რომ ვარჯიში არ მიყვარს საერთოდ, მაგრამ ყოველთვის გონია რომ ვერ იპოვა უბრალოდ მეც ის აქტივობა. შეიძლება რაღაც ცეკვა იყოს მაგისთვის და ვერ იპოვა ჯერ. ამიტომ უნდა მაგის გზაა რომ ცადო უბრალოდ ისეც არაა რა ეხლა ერთხელ წახვედი და აი გაგიმართლოს და პირველივედან რაღაც ქნიქთ რომ აი ეგ არის რაღაც პერიოდი მაინც უნდა ცადო. ალბათ ხო. იცი რა მაინტერესებს პირველ თავიდანვე მარტივად გამოგივიდა, ანუ ხო ამბობენ რაღაც ტექნიკა რეალურად ამბობენ ხო? უიმე არა. ზართული, ანუ სირბილი რთული ესე არა, მაგრამ რო გამოგივიდეს და რო მოიტანოს ეს სიამოვნება ცოტა დრო გჭირდება, იმიტომ რომ თავიდან გტკივა ყველაფერი, ანუ კუნთები არ არის ასე ვთქვათ, ჯერ მზად რო რაღაცა 1 კილომეტრი რო ვირბინე, მოვკვდი თავიდან ბილიგზე რო ვირბინე, ძალიან ცუდი იყო შეგრძნების დონეზე, მაგრამ მინდოდა რომ უკეთესი ყოფილიყო და რომ მინდოდა რომ უკეთესი ყოფილიყო და მე რო გამომივიდა, უბრალოდ მაგან მომიტანა. ხო, აი პროგრესი ქონა, გამოვიდა, კმაყოფილება მოვიდა, მე კიდე მოვიდა კიდე. აი როგორც წონის დაკნინების კალორია რო დაცვანა და ცოტა დაიკლო, ვა, რა მარტივად რა кайიყო, მე კიდე მეტი მოვიდა, კიდე და ეგრეა. ყურადღება გადავიტანე, ანუ დაკლების ნაცვლად, ანუ იმ რაც მქონდა მთელი ყურადღება ჩადებული, გადავიტანე სირბილს და ეგ იყო ჩემთვის გამოსავალი. ხო, და ფსიქოლოგიური გამოსავალი წაგაღმოჩნდა ძალიან სერიოზულად. კნების პროგრესისგან რაღაც სიამოვნების მიღება ჩაანაცვლა უკეთესი სირბილის უფრო ჩანსაღი ვერსიაც არის რა თქმა უნდა. რა თქმა უფრო კაი ის გამოვიდა რა, ეგ ისეა. და ახლა გაგიკვირდებათ რომ გაიგებთ რამდენ კალორიას ჭამს ჩვენი ანა. გითხარი? მიახლოებით 3500-ზე ავდივარ ხოლმე, თუ რა თქმა უნდა ვემზადები, ანუ რაღაც მაგალითად მესტიაში არის ერთ-ერთი ძალიან კაი გარბანი 100 კილომეტრამდე არის, ძალიან მინდა რომ წელს მივიღო მონაწილეობა და გამოდის რომ კვირაში ერთი 100-150 კილომეტრი მომიწევს რომ ვირბინო, იმისთვის რომ მოვემზადო. ეს იმას გულისხმობს რომ დღეში 2 ჯერ უნდა ვირბინო და დარბაზში ალბათ კვირაში 3 ჯერ უნდა ვიარო. მიახლოებით რომ დავთვალე კალორიებით 3500 გამოდიოდა, შეიძლება 3000, შაბათ-კვირას 3500 აუცილებლად, იმიტომ რომ გაქვს რაღაც ძალიან გრძელი გარბენები და ანუ ეს 3500 შეიძლება ვიღაცამ გაიგოს და იფიქროს რომ რა ამბავია და ვერ შევჭამ. მაგრამ როდესაც მაგდენი დრო მიაქვს აქტივობას შუა სირბილის დროსაც ჭამ, სახში რომ მოხვალ ეგრევე ჭამ, დილითაც ბევრს ჭამ და სუქში არა და ეგ არის 3500 რომ ანუ ამ პერიოდის განმავლობაში დღეში 2 ჯერ გიწევს სირბილი რომ წონა არ ჩამოვარდეს შეინარჩუნა წონა. კი, ეს არის უბრალოდ შენარჩუნება. ხო, მაგრამ ეგ ხალხი იფიქრებს 3500 თუ 3000 უწევს აი დღეში 2 ჯერ რო ემზადება, როდესაც არ ემზადება და სხვა დროს წონის შენარჩუნება უნდა ცხადია 3500-ზე გაუჭირდება, საერთოდ უფრო ნანაკლები მოუწევს. კი, მიახლოებით 2000 არის ზოგადად. იმის გარეშე, მომზადების გარეშე 2000 იღებ, როცა ემზადები 3000. მაგით ვიძახე, იქ გააჩნია რა არის რაღაც მინიმუმ კალორია, რა ჩენობა რა გააჩნია მიზანი რა გაქვს, რა პერიოდია, იმ კონკრეტულ პერიოდში რა რისთვის ემზადები, ფიზიკური აქტივობა რა გაქვს, რაღაცა დრო როგორ გაქვს, რა ყველაფერს მნიშვნელობა და იმის მიხედვით კონკრეტულ პერიოდში შეიძლება ამდენი x და კალორია მეორე შეიძლება y და ასე შემდეგ. ისე ეხა რომ შედარება გავაკეთოთ, მე მაგალითად ეხა ის სამთრის ამბავში ცოტა ვცდილობ რომ წონა მოვიმატო ნენელა ისე მაქსიმალურად კუნთის მასის ხარჯზე 3000 კალორიას ჭამ და ვიმატებ წოდაში ადამიანი 3500 წამს შეინარჩუნოს წოდა. აი აუცნაურია ხო ისიც ხო აქვს რომ მომენტები აი რომ რაღაცა კაციუს მეტი ჭამა გააჩნია ქანი რასაკეთებს, კაცი რასაკეთებს. გოგონა რომ
დღეში ორჯერ ვარჯიში უწევს და რაღაცისთვის იმზადება, ჩემზე მეტი ჭამა უწევს, რომ წონა შეინარჩუნოს, მე უფრო ნაკნებს ჭამ, რომ წონა მოვიმატო. სრულად ნორმალური და ჩვეულებრივია და არ უნდა გაუკვირდეს ხა ჩვეულებრივ ადამიანს როგორ კაცია და მეტი კუნთები უფრო მე 3500 კალორიზე კი არც იმატებ. ხო თუ ცოტას იმატებ? არა, არ ვიმატებ ხოლმე. კი. აი ვითვლი ხოლმე რა კალორიებსაც ხარჯავ რეალურად, ანუ ეს საათი გვაქვს ხოლმე აპლიკაცია და ანუ მიახლოებით ხვდები ხა კვირაში რამდენი არის დახარჯული, ანუ რაღაც კილომეტრაჟზე ამდენი იხარჯება, დარბაზში ამდენი იხარჯება და მაგის მიხედვით ვიკვებები ხოლმე. ეს ხა თავიდან ვითვლიდი, ახლა უფრო თავისუფლად ვარ, უფრო დათვლაც არ მიწევს ხოლმე. კი, უკვე ვიცი, ხო. და წონე შენი წონე საერთოდ სულ უკვე სტანდარტულად ერთია, არც ქვემეთმეტი ხარ, არც ზემოთ. ესეა ინარჩუნებ ჩვეულებრივად და 1-2-ია. მინდა ხოლმე რომ დავიკლო, არ სხვა რაღაცისთვის თუ ემზადები რომ სწრაფად ვირბინო, მაგისთვის მიწევს რომ დავიკლო ხოლმე და მაგრამ აი ჯანსაღად ვაკეთებ ამას უკვე, ანუ არ მაქვს ის რაღაცა, ვიცი რომ თუ დავიკლებ ისე მოვიმატებ, თუ მოვიმატებ შემიძლია ისე დავიკლო და ესე ვაკონტროლებ ამ პროცესს. თან ფსიქოლოგიურად მომენტი რო გაქვს რა, რაღაც 2-3 კილოს დაკნა მაგიდან ზუსტად იცი როგორ უნდა ქნა და ჩამოგაგდება. მე ისე მომატება რა, ზუსტად იცი რა უნდა ქნა, მეტი ჭამა მომოგემატა. შენ თვითონ როცა გინდა, როგორც გინდა რო აკონტროლებ წონას, ანუ ბევრად უფრო შვიდად და ისე ხარ რა. მე ვარ ჩემი თავის ბატონო, როგორც მინდა ავალ, მინდა ჩავა. შენ არაფერი არ გაღელოს, წყნარად შვიდად ხარ რა. კარგი, ანა, იცი რა გვაინტერესებს, ჩვენ მორბენალ კლუბზე რო ცოტა გვესაუბრო, ჩვენ მაყურებელს, რომელსაც შეიძლება იგივე და ბევრს აქვს იგივე და მსგავსი პრობლემა, თუ ეს ესეთი გამოსავალი იქნება ვიღაცის, ყველასთვის შეიძლება არა, მაგრამ თუ ვინმესთვის არის, აი რომ აუხსნა რა არის, სად არის, როგორ არის, იქნებ მოეწონოს და ჯანსაღ რაღაცას რო ვთავაზობთ, მაგას რა ჯობია და აბა მოგვიყევი. დავარსეთ სამ ადამიანმა, ну რეალურად თავიდან მეგობრები ვიკრიბებოდით ხოლმე, ისე დავარბოდით ჩვენთვის და მე მივხვდით, რომ ქართველებისთვის არ არის ესეთი კლუბი, რომ შეგიძლიათ თავისუფლად მიხვიდე, არც ფული გადაიხადო და უბრალოდ რაღაც გაიცნო თანამოაზრე ხალხი. გადაწყვეტა რომ დაგვიარსებინა ესეც საქართველოს მორბენალთა კლუბი და რამდენიმე გარბენი გვაქვს ხოლმე, ახლა ზამთარში ცოტა იცვლება ხოლმე, მაგრამ ძირითადად ქალაქშიც არის ხოლმე, მთაშიც, ანუ გააჩნია ვის რა უყვარს, ზოგს არ უნდა მაგალითად მანქანებში სირბილი, იმისთვის მთის გარბენები არის ხოლმე, საკმაოდ ისეთი აი დამწყებთათვისაც მორგებული, ყოველთვის ველოდებით ხოლმე. ანუ ეს არ არის ასე ვთქვათ, აი კაცრი ვარჯიში, როგორც ადრე იყო ხოლმე, რომ სირბილი სასჯელი არის რაღაცა. კი, აი გზბორებზე მე ჩემთვის სასჯელი დინით ადამე რა, მეთქი არ მინდა ერთხელ გაურისკე და გაი. დავატანე დავზა. ამ სირბილის დროს ვიცნობთ ერთმანეთს, ვიცინი ვართ რაღაც, მე ყავას ვსვავთ გარბენის შემდეგ და აი უფრო არის რაღაც კლუბი, სადაც შეგიძლია ეს შენნაირი ხალხი გაიცნოთ, ან აქტივობა გქონდეს უფასო ბუნებაში. და ანუ ვიღაცა წონას აკონტროლებს, ვიღაცა მაგასაც მეგობრებს გაიცნობს და მარტო ფიზიკური აქტივობა არა, ურთიერთობა და ხო რა სოციალიზაცია. სად დარბი ხართ ხოლმე უფრო ხშირად? ხშირად დავბივარ ლისის ქედებზე, მაგალითად მთაწმინდაზე. კიდე გვაქვს ქალაქის გარბენი არის ვაკეში. გვაქვს მეორე ქალაქის გარბენი ეს არის საბურთალო ვაკე, ну შედარებსაც უფრო სუფთა ჰაერია. ხო ძირთად ესენი გვაქვს ხოლმე, ვისაც აქვს სრული შეგვიძლია შემოგვიერთდეს, ყველას ძალიან ისე ვიღებ. რამე სოციალური ქსელი გაქვთ, თუ აი როგორ გიპოვა? კი, Facebook-ზეც ვართ, Instagram-ზეც ვართ, TikTok-ი არ გვაქვს სამწუხაროდ ჯერ, მაგრამ ვცდილობთ ასე ვთქვათ, ჩვენი ძალებით ყველაფერს რომ მეტყვა. აღწერაში დავტოვებთ links Facebook-ისაც, Instagram-ისაც მაშინ. კი ბატონო, და თქვენ ახლა სამმა დაარსეთ რამდენი ხართ ახლა? თუ რამდენიმე კლუბი ალბათ? ეხლა 500 ადამიანამდე ვართ ზაფხულში, თუ აპრილში ზუსტად არ მახსოვს, აპრილში დავაარსეთ და ძალიან ბევრი ქართველი გამოჩნდა სხვათა შორის, რომელსაც აინტერესებდა ეს აქტივობა და შემოგვიერთდა ნელ-ნელა. ეხლა სტაბილურად გარბენებზე 10-15 კაცი ვართ ხოლმე მიახლოებით. სხვა შორის ეს ისა ჩვენთან საქართველოში ეხა შემოდის რა მე რაღაც 2014 ინგლისში ვიყავი იქ იმენა აი ძალიან ისე რა აქტიურად ქალაქშიც სუმხდებოდა ვიღაცა რა 2 კაცი 3 კაცი 5 კაცი
დარბოდნენ, ან მან სირბინი უფრო ისეა. ჩვენთან იმდენად ის არა. ეხლა სხვა შორის ხშირად რომ ხდება ხოლმე, აი ეხლა ვიზუალზე ცოტა უეჭვენი გაარტყაცო, მაგრამ ცოტა უცხოელს წააგავს ძირითადად ეგენი დარბიან ხოლმე და აი ქართველებსაც თუ ესე კლუბი მეც არ ვიცოდი თუ ქონია თუ დარბოდით ძალიან ის არის რა. კაია ძალიან. და სხვა შორის აი რო ახსენე რა სამნი ვიყავითო და აი ჯგუფურად რო რაღაც ფიზიკურ აქტივობას გინ სირბინი იყოს გინ ვარჯიში გინ რაღაცა აი ეგ ჯგუფურის ამბავი 2-3 კაცი ერთად რო აკეთებთ კიდე ძალიან გეხმარება რა აი შე რო ამდღარიყავი და მარტო დაგეწყო სირბინი კიდე ცოტა სხვა იქნებოდა და შენობაც უფრო გაგიჭერდებოდა რთული ამბავი იქნა აი ჯგუფაც რო 2-3 კაცი 4-5 მეგობრები ერთად როგორ თქვა აი ძალიან ხმევას რაღაც სირცუნს ერთად ეჭიდებით პეროთ რომ მარტივად გამოდის რა. რომელს დილით უზმოზე დარბი ხართ ხოლმე თუ არა მე ძალიან არ მიყვარს ეგ უზმოზე სირბილი ზოგადად ძალიან მიყვარს ხოლმე ამ თემის შესწავლა ყვება უკვე ბავშვობიდანვე ასე ვთქვათ შესწავლილი რომ აქვს ქალისთვის მით უმეტეს უზმოზე სირბილი და არ ვიცი ხა უზმოზე ვარჯიში დარბაში როგორ არის მაგრამ სირბილი უზმოზე ქალისთვის თლად კარგი არ არის ჰორმონალური კუთხით და ამიტომაც ვინც მოდის ხოლმე ჩვენთან კლუბში მათაც ვარიგებთ ხოლმე და ანუ რომელ საათზე იკრიბებით ხოლმე ეს უფრო რუტინული დღეები როცა არიან უბრალოდ ვარჯიში 4 შაბათს 7 საათზე მაგალითად ქალაქში კი მაგრამ მანამდე საუზმობთ საუზმეერს უფრო აი მარტივი ნახშირწყალი შეიძლება იყოს რაც არ დაგამძიმებს ასე ვთქვათ მე ხო გითხარით მე არაერთხელ ვახსენებ არც მახსოვს უბრალოდ რაღაც ჰიპერგლიკემია მჭირს ძალიან კარგად ნაჭამე თუ არ ვარ ფიზიკური აქტივობის გულისრევა მეწყება და შეგული წამევიდა ეს და ამიტომ ვამბობ რომ ჩემთვის მაგალითად დილის 7 საათზე ან რომელზე უნდა ავდგე თან კარგად უნდა ვჭამო ცოტა არ მყოფლის შეიძლება წვენიც ითვლება მაგალითად ჩვენ შემთხვევაში რა სირბილის შემთხვევაში წვენის რო დალიო ეგეც გეთვლება შაქარი უცებ გლიკოგენს არც რა ასე მარაგებს არც და საწუნ კამფეტნა გადასობაში ყვებასთან დაკავშირებით ყველანაირ კითხვას შენ თვითონვე გაეცი მოკლედ პასუხი როგორც მე ვხვდები. კი ძალიან არა. კი თან არა, ანუ თუ რამე გააქვს გაინტერესებს კიდე აი ლაივში კითხვა პასუხის რეჟიმით რო წავიდეთ სანდროსთან ან სანდროს თუ რამე აინტერესებს რაც შეიძლება ხალხს გაიგიოს თავის თავთან. რა არ გაქვთ ერთმანეთს მიმართ კითხვები? არ ვიცი რა კითხვებს ქონდა ყველაფერი გავეცანი თქვენს ვიდეოს რო ვუყურებ. კაი მოდი ახლა იმას ვქნათ აქედან დავიწყოთ. არასოდეს გიფიქრია რომ ფსიქოლოგისტვის მიგემართა, როდესაც სანამ ესე იყავი, აი მანამდე სანამ სირბილით უშველედი საკუთარ თავს. მინდოდა სხვათა შორის, მაგრამ მაშინ არ გქონდათ თქვენ ეგ სერვისი. არა, ჩვენ არა, მაგრამ ზოგადად ხო. არა, ეხაც ისედაც ისე არის რა, ესე აი ფსიქოლოგთან ყვებაზე ვისაც პრობლემა აქვს, ესე თა ფსიქოლოგთან ადგეს მესე არის. არა, ყვებასთან პრობლემაზე არ არის საუბარი ხა, ანუ როგორც ისაუბრა, ანუ ერთი ტორტი რო ჭამო ერთ ჭამაზე, ხა ეს ყველას არ ჭირს, ხო? ეს არის ბინჯ-ითინგის სერიოზული პრობლემა. ხა ბინჯ-ითინგი არსებობს, ჩიფსები შევჭამ, კარტოფილს შევჭამ, შოკოლადს დავაყვება, ერთი მთლიანი ტორტი უკვე არის ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელსაც ადამიანი თვითონ გაუმკლავდა, რაც სასწაულია, ძალიან მაგარია, ამას ძალიან ბევრი ვერ ახერხებს. და აი საქართველოს თითქოს ადრე ეხა არ ვიცი როგორ სიტუაცია ადრე იყო ხო? არა, ადრე იყო თითქოს ეგეთი მიდგომა რომ ფსიქოლოგთან მისვლა ეხავს. ხო. მარტო ანუ ყვების ამბავში პრობლემა კი არა, ისედაც რავი, რაღაც ფსიქოლოგი ხო, ცოტა უცნაური ის იყო. ფსიქოლოგთან დამეხმაროს რა. თან ყვების კუთხით ფსიქოლოგი მე მგონი ცოტა სხვა იცი რა არის ესე ცალკე ეს არ არის განხრა რომ ყვების ფსიქოლოგია ესე ჩვენ თან წერია იმიტომ რომ ადამიანები მიხვდნენ უბრალოდ ამას თორე ისე ცალკე რაღაცა ფაკულტეტი თუ რაღაც ეგეთი არ არსებობს მაგრამ ნუ ალბათ მე პრაქტიკა არა ვინც რაც უფრო მეტ ადამიანთან იმუშავებ ისაც პრობლემა ყვებასთან აქვს უფრო მე რა ხო რა თქმა უნდა ჯობია ალბათ აი ნუტრიციოლოგიაც კარგად უნდა იცოდეს ამ ადამიანს
ადამიანებიც უნდა იცოდეს კი ნამდვილად, რომ მაშინ რო ყოფილიყო თქვენი ფსიქოლოგი აუცილებლად მიმართავდი მარტო. არა, შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ, შენ თვითონ მარტო. მარტო არა, რეალურად თქვენი ვიდეოები იყო, თქვენი რჩევები იყო და ძალიან ბევრ რაღაცას ვიგებდი ხა ინფორმაციას. გინდა ეს ბოლო ვიდეოები ძალიან მიყვარს კვებასთან დაკავშირებით, რომ ანუ ჯობია რაღაცა თუ გინდა ერთი შოკოლადი შეჭამოს, ერთი შოკოლადით არ შეჭამა ყველაფერი რაც სახში არის მჟავე კიდრის ჩათვლით. კი, და ეგრე მთავრდება, ყველას ეგრე ემართება საბოლოო ჯამში ნამდვილად. ეს რამდენი წელია უკვე შენ ხარ სირბილით? სირბილი, ну კორონას ბოლოსკენ, უკვე 3-ზე მეტია. 4 წელი მე მგონი. 4 წელი აქტიურად ხარ ამაში. მაგაზე კარგი რა არის ესე კი როგორი ჯანსაღი იმითი ჩაანაცვლა თავისი addiction-ი ხედავ და თუმცა აღიარებსო დღემდე აქვს და დღემდე შეიძლება კონდეს, მაგრამ რაც გამორჩა ყველაზე მეტად წონაში მომატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რომ სიგარეტს ვეწეოდი ის პერიოდი და დავანებე სიგარეტს თავი და ეგ იყო, რომ სულ ჭამდი. ეხა გამახსენდა, რომ სიგარეტს ვეწეოდი. ეს კოვიდის დროს? კი, თან კოვიდის დროს დავანებე, თან სახლში ვიყავი და სულ ჭამდი, იმიტომ რომ სიგარეტს ვერ ეწევი და რა უნდა აქნა რეალურად. რატომ დაანებე სიგარეტს თავი? უბრალოდ იმიტომ რომ არაჯანსაღია? ხო, ანუ ზოგადად რო დავიწყე მოწევა უნივერსიტეტის პერიოდში უფრო და ეხლა მივხვდი რომ უნივერსიტეტის პერიოდში ალბათ მაგიტო დავიკერე სიგარეტს ვეწეოდი. და მადას მე მგონი რეალურად მადასაც ხო გინდა არ გინდა როგორ ყავა სიგარეტი ერთად მაგრა მოქმედებს კი. სულ ამბობდი რომ ანუ მე მწეველი არ ვარ, ეს დროებითია და ეს დროებითი წლები გაგრძელდა და მე მივხვდი რომ ნუ როდემდე უნდა იყოს ეს დროებითი და მოდიოდა დავანებო თავი, ძალიან ბევრჯერ ვცადე დანებება. და მე როგორც იქნა, კორონას დროს სახლში ვარ და ნაკლებად გავდივარ, ასე ვთქვათ, მეგობრებთან ერთად და მეგობრებთან იყო პრობლემა, რომ ვიღაცა რო ეწევა, შენც გინდა რომ მაგიტომაც დავანებე თავი და ანუ სახლში რო ვიყავი, ძალიან ასე ვთქვათ, დამეხმარა სიგარეტის დანებებაში, მაგრამ აი წონის მატების კუთხით იმოქმედა. ეგ სხვა შორის ისე არის რა, ძალიან აი ზოგს აქვს წონის დაკნებას რო გადაწყვეტს რა. ხო, თქვა ცოტა ისეა რა, არაჯანსაღი და ნუ სიჯანსაღისკენ მიდის რა და მოდი ბარემ სიგარეტსაც ეხა, ანუ სხვათა შორის ძალიან არასწორი გადაწყვეტილება თან წონის დაკნევა რო გინდა და თან მოდი ბარემ სიგარეტსა დავანებებ თავს, არის ანუ წონის კნების პროცესი და ზოგადად მაგ ამბავს აი 10-ჯერ უფრო არც უნებს რა. აი სიგარეტის ყოველნისი დღეში რაღაც 10 ღერს ან ზოგი ერთ კოლოფს თუ ეწევა და ერთი ღერის არ მოწევა, ნიშნავს რომ რაღაცა უნდა უმეტესად ეგრე ანაცვლებენ რა. რაღაცა სნეკით ან რაღაცა ჩაიდე, რაღაცა ჩაახრამუნე, რაღაც აი ისე რომ აი სიგარეტი დაანებო თავი და არაფერი არც მოგინდეს რაღაც ეგ ჩვევა მოწევის ჩვევა სხვა რამით არ ჩაანაცვლა, აი თითქმის არ არის არ გამოწევს. სიგარეტი და ყავა ხო რაღაც ერთ ადამიანი რაღაც ასოცირდება და მე სიგარეტს თავი დაანებე აღარ მოგდომებია. ყავა ისე ხშირად გინდება ხოლმე? მაგ პერიოდში ყავასაც არ ვსვავდი. ეგრე იცის. იმიტომ რომ ძიმე იქნება და ეგ ჩვენ. და არა და რეალურად ეგ ორი კომბინაცია ერთად სერიოზულად ნიკოტინი და კოფეინი ხო რაღაც ისე გამოდის რომ მადას აქვეითებს, ახლა თუდად არ გაიგოს და ხალხმა არ დაიწყოს არ გამომოწევა და ასე შემდეგ საშინელებაა მართლა, მაგრამ ნუ რეალურად ეგრეა და შენ თუ მაგასაც თავი დაანებე, ნამდვილად ძალიან გაგიჭირდებოდა ხა თან წონის კლება და ასე შემდეგ. სანდო ესე ნიკოტინი მადას აქვეითე, რატო აქვეითე? ხო, აი ნიკოტინი და კოფეინი ერთად ისე გამოდის, ის ეგ ისე ხა შენ ჩვენ რო ვთქვით, აი ისე წესით რავი ადამიანი თუ ცოტას მაინც დაუფიქრდება და ასე ვთქვათ, რავი რა, ეცდება რომ გაიაზროს რაღაცა რო შია და მიდის სიგარეტს ეწევა, ყავას სვამს, რო აღარ შია, ესე იგი მადაზე თან მე მგონი მაინც ეს რაღაცა ჩვევაზეც არის რა, რაღაცას რო აკეთებ მუდმივად, ანუ ეწევიან რაღაცა, მე რო ამას აღარ აკეთებ. ხო, ეგ ის არის. თან მე მგონი ეს არის ანუ ვინც მოწყენასაც შველის რა, რაღაცა თავისებური რაღაცა დაკავება. ნერვიულობასაც ზოგი რაღაცა ვაიმე და მოწევს და დამშვიდდება გონი. რეალურად არ გამშვიდებს რა. არ არის რა. იმ მომენტში შეიძლება იფიქრო რომ აი ერთ ღერს მოუწევ და დამშვიდებ, მაგრამ ის ნერვიულობა არსად არ მიდის. ხო, ნუ ეგ ის არის. ალბათ იგივეა ზუსტად რომ შევჭარ ნერვიულობა და შევჭამ და არა ისიც მაინც არ წაუბროთ რაღაცა ჩვევას აკეთებ რა ხშირად. და ეგ სწორი თქვი შენ რა, თუნდაც ეს მადასთან და
დაქვით არაფერ შუაში არის, უბრალოდ რაღაც ჩვევა რო გაქვს, აი გადიხარ რაღაც აკეთებ და უცებ ეს ჩვევა ამოაგდეს საერთოდ, ანუ ბევრად უფრო რთულია და ძირითადად კრახით თავდება ვერიზამ ყველაზე სწორი და ყველაზე ისაა რომ ეს რაღაცა ჩვევა მავნე თქვა ჯანსაღით შეცვალო და ზუსტად მაგას აკეთებენ სიგარეტს ეწევა მავნეა არა ჯანსაღით ჯანმრთელობისთვის და ცდილობენ ვერ იაზრებენ და ვერაცნობიერებენ მაგრამ ცვნიან რაღაცა ის არ ვიცი მარინიანი ჭხირის თუ რაღაცა ხინის თუ ზესუმზირის თუ ხინის თუ რაღაცის რაღაცის ჭამით რა ერთი ჩვევა რაღაც მოწვია მეორე ვითომ გაუაზრებლად მაგრამ ჯანსაღით ჩაანაცვლა წონის კნება რო გინდა ის რაღაცას წავიცმუცნავ და რაღაც ხშირად მაგაი თქვამი რომ აი უაზროთ ტყუილა გიზდის ბევრ კალორიებს გმატებს და მე რთუნია უფრო საერთო ჯამის ზოგადად ხალხმა არის აი გუშინაც ვიღაცას ანდროიდ ზახთა რომ ერთ-ერთმა კლიენტმა ვინც კვება შეიძინა ზესუმზირა მოიწერა თუ დაურეკა თუ რაც არის არა მოიწერა რომ ზესუმზირა რო ვჭამოს აღმოობით რა შეიძლება და კალორიული არის ის ხალხმა რეალურად და აი ზესუმზირა თხილი ძალიან კალორიულია ჯობია არ ვჭამოთ ანუ ჭამოთ მაგრამ ზომიერად რა თქმა უნდა ბევრის ჭამა ხო ცოტა რთუნია მაგრამ თან რთული ზესუმზირს რას ლაპარაკობ არა დრო მარტივესი კონტროლიანი შეკრა კონტროლიანი დროც უნდა ყავს გაფსკვნილი ზوارგა უნდა კორონას დროს დრო ძალიან ბევრი იყო და თან გაფსკვნილ ზესუმზირას ის მუღამი არა ეს უნდა იყოს ჩვეულებრივ და ატკაპუნო თან კბილებისთვისაც ცუდია რამდენადაც ვიცი ხელებსაც გიშავებ და ადრე ყოველ შემთხვევაში ხა შეიძლება უკეთესი ხარისხი გამოვიდა და მოკლედ ხო არა ზესუმზირა საკმაოდ მაღალკალორიულია და თან ისე მარტივად იჭმევა იმდენი და ადამიანებს გონია რომ საერთოდ აფერს არ ჭამენ და რეალურად შეიძლება იმდენი მაგისანაცვლოდ იმ ხელათებში ხორცი პური ყველი და ასე შემდეგ ჭამა რომ რა ვიცი და იგივე კალორია იყოს ამიტომ ხო ეგრეა ერთი კიდე სიგარეტის შენ პრინციპში უკვე აღარ ეწეოდი როცა დაიწყე ვარჯიში და სირბილი თორე დიდი ალბათობით ამადენს ვერ იზამდი არა მოწევით ვერა ანუ მე როგორც მივხვდით რაღაცა რომ ძალიან სინდისი მქენჯნის ხოლმე გინდა რაღაცის ჭამაზე რომ მქენჯნდა ხოლმე ანუ სიგარეტებს ეხლა ადრეც მინდოდა რაღაც აქტივობის დაწყება ხოლმე დარბაზში მივსულ ვარ და ანუ ვერ გამიკეთებია იმიტომ რომ ვიცი რომ ვეწევი და რაღაც ანუ აქტივობას გავაკეთებ და ეს ფილტვები გიმძიმდება და აი მე ვერ ვაკეთებ ღარსობს ხალხი რომელიც დადის დარბაზში და ეწევა სიგარეტს მაგრამ ვერ ვხვდები მართლა ვერაზოს ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა სირბილზე ყოველ შემთხვევაში უეჭველი ალბათ ამ ბევრი კი ესე დიდი ალბათობით ხო იმოქმედებდა და დარბაზში კიდე ახლა კიდე რაღაც ერთი საათით მიდიხარ და რაღაცას იზამდა ახლა შენაირი სუნთქვა ჩართული მან ბევრი სიგარეტი იმოქმედებდა მეგობარი დადის კი თან 70 კილომეტრი ირბინა და როგორც კი მორჩა ერთი ღერი ეგ ვაცებს ვინც ვარჯიშობს მაგათაც აი ხო არის ჭამის მერე სიგარეტი და ასევე არის რაღაცა განსხვავებულ სიამოვნებას ანიჭებს ვარჯიშის მერე სიგარეტი რაღაც სხვანაირად მიდის მარტო მოწევას ჯობია რომ თან ივარჯიშო არა ნუ რა თქმა უნდა თუ შეგიძლია და ორგანიზმი გაძლევს მაგის საშუალებას რატომაც არა და ნუ ეგ არ მინდა რომ არასწორად მიიღოს მაგრამ წონის კნების პროცესში მოდი ბარემ სიგარეტის გადაგდებაც ეცადეთ რომ სხვა დრო აირჩიოთ რა ძალიან გაარწმუნებს წონის კნების პროცესს რა ძალიან ეს ალბათ ყველაფერიან არაფერი ხო ანუ მაგას ვიძახა ბარემ ბოლომდე გავჯანსაღდები ბარემ ვივარჯიშებ კი ბარემ ვარი ბარემ და ნუ მე ნერტულად ამიტომ ნელ-ნელა და პატარ-პატარა ნაბიჯებით რა თქმა უნდა ყველაფერი ჯობია კარგი მე მგონი დღევანდელი ჩვენი ჩაწერა დავასრულოთ ძალიან დიდი მადლობა ანას ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა გავიგე შენგან ძალიან მაგარი გოგო ხარ და აუცილებლად დავდებთ თქვენ კლუბის მონაცემებს, ლინკებს და რა ვიცი, აი ცა მაგაზე მე თვითონ ისე მომეწონა რა ლამი მეწავით უბრალოდ. ო, ანუ სუდად ვარ ხდები ხოლმე. ცოტათ მაინც ვინც ფიქრობთ აი გონებაში აი ხო არ მერბინა რაღაცა ის ირბინი ხო არ ცოტა რაღაც გირშევთ რომ ცადოთ იქნებ
თქვენი აღმოჩნდეს სირბილი. მაგას ვერ თან ეს გაიგე. runners high რა ყოფილას. საინტერესო ძალიან დამაინტერესა. მოკლედ, ანა წარმატებები შენ კლუბსაც ძალიან კაი საქმეს აკეთებს და აბა თქვენიცით და იყავით ჩვენთან ერთად გაგვაგებინე როგორ მიდის შენი საქმეები ერთად. კარგად. ნახვამდის. აბა დროებით.